რატომ არ გამოდის ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე? რატომ არ გამოდის კონტაქტზე? რა არის რეალური მიზეზი იმისა, რომ ადამიანს არ სურს თქვენთან კომუნიკაცია, ან იქნებ სურს კიდევაც, მაგრამ გარკვეულ თამაშს თამაშობს და ამ თამაში თქვენც გაჭერებთ იმას, რომ ადამიანს არ სურს კომუნიკაციაზე გამოსვლა. კი, ხდება ხოლმე ესეთი რაღაცებიც. ასე რომ ხანდახან სიჩუმე ადამიანებს ძალიან ძვირად უჯდებათ ხოლმე. ერთის გაკეთება სურთ, მაგრამ აკეთებენ მეორეს. და ამ ყოველფრის უკან ყოველთვის რაღაცა მიზეზი დგას ხოლმე. ნახოთ თქვენ შემთხვევაში ასეა თუ არა. სამ ვარიანტად გვექნება. რატომ არ გამოდის ჩაფიქრებული ადამიანი კონტაქტზე? რა არის რეალური მიზეზი იმისა, რომ ჩაფიქრებული ადამიანი არ გამოდის კონტაქტზე? ნახოთ. პირველი ვარიანტი, რატომ არ გამოდიხარ კონტაქტზე? მეორე ვარიანტი, რატომ არ გამოდიხარ კონტაქტზე და მესამე ვარიანტი, რატომ არ გამოდიხარ კონტაქტზე? პირველი ვარიანტი, წითელი იასპი, მეორე ვარიანტი, მთის ბროლი და მესამე ვარიანტი, მისტიური ულამაზესი ლაბრადორიტი. აი ესეთი სამი ვარიანტი გვაქვს, ახლა შეგეძლიათ დახუჭოთ თვალები, დაინახოთ ის კონკრეტული ადამიანი, ვის ირგვლივაც ეს საკითხი და ეს თემა გაწუხებთ და როდესაც თვალებს გაახელთ, მომენტალურად მიიწებებს კონკრეტული მინერალი თქვენს ყურადღებას. მაშა სადამე, რატომ არ გამოდიხარ კონტაქტზე? რა არის რეალური მიზეზი? ვინც ვერ მოასწარით, დააპაუზეთ და მე ვიწყებ ვარიანტი პირველით. რატომ არ გამოდიხარ კონტაქტზე? არკანი შეყვარებულები. გავშალოთ. არკანი შეყვარებულები. რატომ არ გამოდიხარ კონტაქტზე? რატომ არ გამოდიხარ კონტაქტზე? მეგობრებო, ადამიანი იმიტომ არ გამოდის კონტაქტზე, არ აქვს მნიშვნელობა აქ სამკუთხედია, არ აქვს ხა ჩვენ ამ თემებს არ ვეხებით, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი არ გამოდის კონტაქტზე, იმიტომ რომ მისი ყურადღება, მისი ცნობიერი, მისი ფიქრები, მისი გრძნობები, მისი ემოციები არის სხვა ადამიანის მიმართ პარალელურად თუ არა პარალელურად, ეს თქვენ გასაზღვრეთ, მაგრამ თუ ადამიანთან დაასრულეთ ურთიერთობა, მაშინ გეტყვით, რომ ეს ადამიანი სხვა ურთიერთობაში იმყოფება, თავს გადასარევად გრძნობს, გეგმები აქვს, ახავს გეგმებს, მოძრაობს ამ გეგმებისკენ, ცუდად ნამდვილად არ არის, ასეა თუ ისეა კომფორტის ზონა აქვს ადამიანს შექმნილი და ადამიანი თავს ცუდად ნამდვილად არ გრძნობს იმ არსებულ სიტუაციაში, რომელშიც ის არის. ხო, იმიტომ რომ თითქოს ადამიანმა გააკეთა არჩევანი და ვერ ვიტყვი, რომ ადამიანი უკმაყოფილოა. ხოლო თუ აქ ადამიანი პერიოდულად ქრება, პერიოდულად ჩდება და ასე შემდეგ, იცოდეთ, რომ ამ ადამიანის ცხოვრებაში კვლავ უბრალოდ ამ ადამიანის ცხოვრებაში პერიოდულად შემოდის პარალელური თავგადასავლები, რაც ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ თქვათ რაღაცნაირად იმ მომენტში, როდესაც ამას აკეთებს, ანუ სადღაც პარალელურად ვთქვათ ურთიერთობაშია სხვა ადამიანთან, რაღაცა დიდად ნამუსი აწუხებს, ან რაღაც დრამაშია, ან რაღაცა თავს ცუდად გრძნობს. არა, ეს ადამიანი ზოგადად ყოველთვის იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მისთვის უპრიანია, რომელიც მისთვის იმ მომენტში საინტერესოა, რომელიც მისთვის იმ მომენტში კომფორტულია, მაგრამ არამც და არამც იმას არ გადაწყვეტს, რაც ჯერ სხვისთვის არის კომფორტული და სხვისთვის არის მნიშვნელოვანი. არა, ჯერ მე უნდა ვიყო კარგად, მე უნდა ვიქნო თავი კომფორტულად და მერე უკვე სხვა ყველამ და ყველაფერმა ირგვლივ. ასე რომ არ აქვს მეგობრებო მნიშვნელობა ადამიანთან დაასრულეთ ურთიერთობა, არ დაასრულეთ, თუ პარალელურ ურთიერთობებში ხართ და იცით ეს რას ნიშნავს. მაშინ თუ იცით, რომ არის სხვა ადამიანი მის ცხოვრებაში კიდევ, მაშინ ოკეი, არის.
არის და თუ ფიქრობთ რომ თქვათ ქალები ძალიან უცნაური არსებები ვართ, რომ ყოველთვის ვცდილობთ ხომ აი ცოლთან თუ ცოლია, ხო აი ცოლთან მარტო ბავშვები აკავშირებს, ცალ-ცალკე ოთახებში სძინავთ, ბოლოს ერთად ინტიმი დიდი ხანი არ ქონიათ, იმიტომ რომ ცალ-ცალკე ოთახებში არიან და იმ საწყალ ბავშვების ცოლი ავად მყავს ძალიან და აი მეწოდება და ვერ ვან მეგობრებო, იცოდეთ რომ აი ეს ტექსტები დაზეპირებული, უკვე დაშაბლონებული რაღაცა ვადაგასული ზღაპრები, რომლებისაც თქვენ გჯერათ, არ გჯერათ ეს უკვე ცალკე საკითხი, მაგრამ ისმენთ ამ ყველაფერს, იცოდეთ რომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის აბსოლუტური სისულელე. ხო, ზღაპრების სისულელე და ნუ ამ ზღაპრებს იჯერებენ ქალები, ანუ უნდათ რომ დაიჯერონ ეს ზღაპრები და ნუ რაღაც აი ამით იმართლება. იცი რა, აი ცოლს ვერ შორდება, იმიტომ რომ, რა ვიცი, ავად არის, ან იმიტომ რომ რაღაც შვილების გამო, ხო, ეს სისულელეები. ასე რომ, მეგობრებო, პირველი ვარიანტი, მე აქ ვერ ვხედავ ადამიანს, რომ ვიღაცა ცუდად არის, ცალ-ცალკე ოთახში სცინავს, იტანჯება და ასე შემდეგ, ხო? უბრალოდ აქ არის ძალიან მარტივი სახლში კომფორტის ზონა, გარეთაც რატომ დავიტკიო ასეთკივე, ანუ რატო დავშორდე ცოლს, როდესაც შემიძლია ორივე მყავდეს ერთად. თანახმა მეორე ადამიანი ამ სცენარზე, რომელიც თან ცოლი მყავდეს და თან იჯერებს ამ ჩემს ზღაპრებს და თან ხა 1000 ერთხელ ტვინს გაღუნავს, ოკეი, მოვითმენ, ხო რა უჭერს. სამაგეროდ, ხო, ჩემს მისაღებს ვიღებ, ხო? საბოლოო ჯამში მე ქალები ამას წლები და მე ეს ყველაფერი ხდება ძალიან შეგუებადი და რატო დავანგრიოთ ოჯახი, როცა შეგვიძლია ორივე ერთადერთულად იყოს ჩვენ სივრცეში, ხო? აი, რა უშავს თუ ხანდახან ტვინს შეჭამს რომელიმე მათგანი. ვსა, ჩვენ ყველა ვიღებთ იმას, რასაც ვეთანხმებით, ხო? მასე, ამიტომ პირველი ვარიანტი, თუ ფიქრობთ, რომ აქ ადამიანი დეპრესიაშია, შიმშილით ყვდება, რა ვიცი, საჭმელს არ ჭამს, წყალს არ სვამს, იმიტომ რომ დარდისგან აღარ არის, ეს არის ძალიან დიდი ილუზია. ასე რომ, იმიტომ არ გამოდის ადამიანი კონტაქტზე, რომ არის რაღაცა პარალელური ინტერესები, პარალელური ურთიერთობები, სადაც ახლა ადამიანი თავს სუდად ნამდვილად არ გრძნობს და პირიქით, უფრო მეტსაც ვიტყვი, ადამიანი ყოველთვის აკეთებს იმას, რაც იმ მომენტში მისთვის უპრიანია, რაც მისთვის საინტერესო და რაც მისთვის სასარგებლოა. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. გადავედით თქვენს ვარიანტზე. იმდენად პირველი ვარიანტი, იმდენად გასაგებია თქვენი ვარიანტი, რომ თუ აქ რაღაცა სხვა მოლოდინები გქონდათ, ესე იგი ეს არ არის თქვენი ვარიანტი, იმიტომ რომ აქ პირდაპირ აჩვენა ის, რომ ანუ აი ის რაზე ჩვენ აქ ვისაუბრეთ, ხო? თუ რა თქმა უნდა მზად ხართ მოსასმენად ამ ყველაფრის, თუ მზად ხართ, რომ ვარდისფერი სათვალები მოიხსნათ და მიხვდეთ, რომ ვარდისფერი სათვალები ტყდება ყოველთვის, თან ძალიან მტკივნეულად ტყდება, იმიტომ რომ ტყდება შიგნიდან. ხვდებით ხო? და თვალებს ასისხლიანებს იმ თავისი რაღაცა მწარე სიმართლით, მაგრამ აქ ილუზია, თუ კი იყო ისეთი ფიქრი, ან არის ისეთი ფიქრი, რომ ადამიანი იტანჯება ან რაღაცა მასია, ხო? ადამიანი გადასარევად გრძნობს თავს. ასე რომ, თუ მაგაზე ფიქრობთ, რომ ადამიანი რამე სხვა არ უტეხს თავის თავს, არა, თავს მშვენივრად გრძნობს. თქვენ გაუფრთხილდით თქვენს თავს. მეორე ვარიანტი, რატომ არ გამოდის კონტაქტზე ჩაფიქრებული ადამიანი? ფორტუნას ბორბალი. ადამიანს შეერა რომ ცხოვრება კვლავ შეგახვედრებთ. ან ადამიანს შეერა რომ რაღაცა დრო მოვა, ისეთი, როდესაც თქვენ ისევ შეხვდებით ერთმანეთს. ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ კარმულად ხართ დაკავშირებული, სხვათა შორის არის ესეთი ვარიანტიც. ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ შორის არის უხილავი ძაფები, რომელიც თქვენ არ მოგცემთ მის დავიწყების საშუალებას და მას თქვენი დავიწყების საშუალება არ ეძლევა, ხო? ანუ თითქოს თუ ერთად არ ხართ, იცოდეთ, რომ სადღაც ენერგეტიკულ დონეზე აქ კავშირი მაინც არის. ან შესაძლებელია ეს არის ის პარტნიორული, ის ურთიერთობები, რომელიც რაღაცა პერიოდი ქრება, მერე გარკვეული პერიოდი მერე ისევ ჩდება, მერე ისევ ქრება, მერე ისევ ჩდება. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი ესე იკიტრიალებს ერთ მწრეზე, სანამ კონკრეტული რომელიმე თქვენგანი ესე იგი, რაღაცა გარკვეულ გაკვეთილს არ გაივლის ამ ყველაფრიდან და რაღაცა ლოგიკურ წერტილს არ დასვამს, ხო? კარგით, რატომ არ ჩდება ჩაფიქრებული ადამიანი, რატომ არ გამოდის კონტაქტზე?
ხმლების დედოფალი, თასების რაინდი, სამიანების კვერთხები. რატო არ გამოდიხარ კონტაქტზე? იმპერატორი ქალი. რატო მარტო გამოდიხარ კონტაქტზე? ხუთიანების თასები. ნუ აქ არიან სხვა ადამიანებიც ჩარეული. აქ არ ხართ მარტო თქვენ. თქვენს ურთიერთობაში შესაძლოა დგას ვინმე. ხო? თქვენს ურთიერთობაში შესაძლოა დგას ვინმე. ადამიანი იმიტომ არ გამოდის კონტაქტზე, რომ ან თქვენ ხართ გაბრაზებული, ან ის არის გაბრაზებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ის მომენტია, როდესაც მოდით ხლა იმ ადამიანზე ვისაუბროთ. ის ადამიანი, დარდობს ამ ყველაფერს, ხო ვერ ვიტყვი, რომ მისთვის ეს ყველაფერი მარტივია. ვერ ვიტყვი მისთვის, რომ ეს ყველაფერი მარტივია, იმიტომ რომ ადამიანი გიყურებთ შორიდან, ადამიანი ხედავს ვინ ხართ თქვენ. თქვენ ხართ იმპერატორი ქალი, ჭკვიანი, ლამაზი, ძლიერი, ძალიან ტკბილი, ძალიან თავისუფალი, თავისებური საოცარი ხასიათით. ენატრებით ადამიანს ვერ ვიტყვი ნამდვილად, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, ნახეთ, ვინ ჩაიფიქრეთ აქ. ადამიანს უნდა ეს ყველაფერი, მაგრამ აქ არის ისეთი პირობა, რაღაცა, პროცესო სიტუაცია, რაც არ აძლევს ადამიანს თქვენთან მოსვლის საშუალებას. ამიტომ არ გამოდის კონტაქტზე. ეს შესაძლოა ეს თქვენ იყოთ, ხო? გაბრაზებული ხართ ადამიანზე, არ გინდათ მასთან კომუნიკაცია, არ გინდათ მასთან კონტაქტი. ადამიანმა მან იცის, რომ გამოჩნდეს მისთვის სასურველ სცენარს ვერ მიიღებს და ამიტომ ადამიანი ამიტომ არ გამოდის კონტაქტზე. კარგით, გასაგებია. კიდევ კითხვა მაქვს. რატომ არ გამოდიხარ მეორე ვარიანტი კონტაქტზე? ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაცა თქვენ შორის ესეთი პერიოდია. პერიოდია თქვენ შორის, რომ თქვენ უხილავი ძაფებით ხართ ერთმანეთთან დაკავშირებული. რომ როდესაც მაინც მოვა ის დრო, როდესაც თქვენ გადაეკვეთებით ერთმანეთს, ადამიანს ამის ძალიან ხრმად სჯერა. და ადამიანი არ გამოდის კონტაქტზე, იმიტომ რომ ის რაღაცა შესაბამის დროს ელოდება. შესაბამის დროს, შესაბამის პერიოდს, შესაბამის დიალოგს ელოდება. რატო არ გამოდიხარ კონტაქტზე? თქვენ შორის რაღაცა ღობეა. შეიძლება პირდაპირ, შეიძლება გადატანითი მნიშვნელობით, ხო? ადამიანი ჩაკეტილია თქვენგან, თქვენ მისგან ხართ ჩაკეტილი და თითქოს ორივე მხარე რაღაცნაირად ქვეცნობიერ დონეზე ელოდებით გარკვეულ მომენტს, რომ ეს თავისთავად რაღაცნაირად მოხდება. იმიტომ რომ აქ არის ერთგვარი სცენარის გამეორების ძალიან დიდი ალბათობა და ვფიქრობ, რომ პრინციპში არაერთხელ გაგიმეორებიათ ეს სცენარი და შესაბამისად ამიტომ არის, რომ რეალურად ორივე მხარეს ჯერა, რომ იცი რა, ოკეი, დღეს არ ვართ ერთად, მაგრამ როდესღაც ისევ გადავაკვეთებით. კარგით. რამდენად კარგი იქნება თქვენთვის, რომ ეს ადამიანი კვლავ გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში? რამდენად კარგი იქნება თქვენთვის? რამდენად კარგი იქნება თქვენთვის? რამდენად კარგი იქნება თქვენთვის? რომ ეს ადამიანი გამოჩნდეს თქვენს რეალობაში კვლავ. გაცრავთ. იცით რა არის მეგობრებო, მე ასე ვიტყოდი, რომ თქვენ
უნდა იყოთ იქ, სადაც ხართ. იმიტომ რომ ამ ადამიანს შეუძლია მხოლოდ ქაოსის შემოტანა თქვენს რეალობაში. იმიტომ შეგრძნება მაქვს რომ რაღაცა გაკავშირებთ ერთმანეთთან უხილავი, კი ბატონო გეთახვებით, მაგრამ თანამედროვულად ძალიან განსხვავდებით ერთმანეთისგან. ეს განსხვავება გიზიდავთ ერთმანეთთან, მაგრამ მე მთლიანობაში ეს ძალიან არაკომფორტულია, არაპრაქტიკულია, მოდი შეიძლება ასე ითქვას. არაპრაქტიკულია. იმიტომ რომ თქვენ შეიძლება გაიზარდეთ, უფრო მეტად მუშაობთ თქვენს ცნობიერზე, იზრდებით, ვითარდებით, ხო? მაგრამ მეორე ადამიანისგან ეს შეიძლება ნაკლებად ჩანდეს. ხო, შეხედოთ, ხო, ძალიან პოზიტიური არკანებია, მაგრამ მე ამას ვკითხულობ, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს სხვა ადამიანი, არა ეს ადამიანი. ანუ სხვა მამაკაცი თქვენ სივრცეში აბსოლუტურად სტაბილური, ძლიერი, სიტყვის შემსრულებელი, ანუ უკვე იმყოფებით შესაძლოა ქორწინებაში, რომელიმე თქვენგანი. ხდებით ხომ, ამიტომ ამ ადამიანის შემოსვლა თქვენს ხორბლში იქნება ქაოსის შემოტანა. სცენარის გაუთავებელი გამეორება. სცენარი, რომელიც ყოველ შემთხვევაში ახლა ასე იკითხება. ახლა ამ პერიოდში, უახლოესი წლის ბოლომდე ყოველ შემთხვევაში ეს ენერგიები გვაქვს. მე არ მიყვარს ხოლმე ეს რაღაც ხაზგასმით კონკრეტულად რაღაც გრძელვადებზე საუბარი, ხო? ახლა ამ ეტაპისთვის ასეა. ახლა იკითხება სივრცეში როგორც სცენარი, რომელიც თუ კი დაბრუნდება, ისევ დაბრუნდება ძველი სცენარით. აქ არ იქნება არაფერი ახალი. თავიდან შუში-მუში და მერე ისევ ჩვეული რეალობა, რაც აქამდე ხდებოდა თქვენ ორ შორის. ამიტომ პროგრესი არ არსებობს სამხრივად ურთიერთობაში. თუ პროგრესირებს ორივე ერთად. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ აი ადამიანი შეიცვალა, სხვანაირია. არა, მეგობრებო, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში წლის ბოლომდე რაღაცა განსაკუთრებული ცვლილებები არ ჩანს. ნუ ხა მით უმეტეს თუ სამკუთხედები და ამბებია, ხო თავისთავად ხვდებით, რომ ეს არის რაღაცა ძველი ურთიერთობებიდან რაღაცა გარკვეული მიჯაჭვულობის მომენტი, კარმული აბსოლუტურად გეთანხმებით. ძლიერი არის თქვენ შორის ეს სცენარი, ვერ ვიტყვი რომ სუსტი სცენარია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოგვარებადი. საბოლოო ჯამში ის კარმული სცენარიც იქამდე არის ძალაში, სანამ ჩვენ ვაძლევთ მას მნიშვნელობის ძალას, სანამ ჩვენ მას ვატრიალებთ, სანამ ჩვენ მას მისი გვჯერა, მოდი ასე ვთქვა და სანამ ჩვენ გვჯერა რომ ეს ადამიანი ჩემი კარმა ის არის მეგობრებო, ანუ როდესაც ვამბობთ რომ ეს ჩემი კარმა და ამასთან ღრმად შეწუხებულები ვსაუბრობთ, ან რაღაცა ვცდილობ თავი გავიმართლოთ, ან გავამართლოთ პარტნიორს. აი რა ვქნა, ჩემი კარმა, ხო? ეს რაღაცა ძალიან ის არის, ხო? დრამატული გასაგებია ერთის მხრივ და ძალიან ესეთი, ხო? სცენარული. სცენიური უпростоრად, მაგრამ რას მაძლევს ეს ყველაფერი იმის იქით? ერთი და იგივე გაუთავებელ სცენარს, კარმა ეს არის. როდესაც კონკრეტული სცენარიდან, რომელიც დაგიპატარავდათ, არ გამოდიხართ და წერტილზე ტრიალებთ, ეს არის კარმა. ეს არ შეგვიძლია ჩვენ განვიხილოთ როგორც რაღაცა პოზიტიური ამბავი. ეს არის სცენარი, რომელიც მეორდება და განმეორდება იქამდე, სანამ ჩვენ არ გამოვიღვიძებთ, ხო, ამ კარმული გაუთავებელი ერთი და იგივე ადგილის ტკეპნიდან. ეს არის და ეს ჩემოძრფასო მეორე ვარიანტი. ისე რომ ეცადეთ ყველაფერს შეხედოთ საღიგონებით, ფართოდ გახელილი თვალებით და ისე მიიღოთ გადაწყვეტილებები. ეს არის.
კარგით, მესამე ვარიანტი, რატო არ გამოდის ადამიანი კონტაქტზე? მეორე ვარიანტი თაგემშვიდობები, ძალიან მსის. შემიყოლეთ. რატო არ გამოდის კონტაქტზე? იმიტომ რომ გსჯით. აი, ამიტომ არ გამოდის კონტაქტზე. ეს არის ბუზღუნა, საკუთარ თავზე შეყვარებული, იგრძნობა ნარცისული ასპექტები. ასე რომ ეს არის ადამიანი, რომელიც არ გამოდის კონტაქტზე, იმიტომ რომ ჭკუას გასწავლით, კუთხეში დაგაყენათ და თიც გიქნევთ, რომ აი ხედავ რა დამკარგე თუ რაღაც. ხო? მე ასეთ რაღაცებს, ასეთ დამოკიდებულებას ვეძახი აბსოლუტურად ასეთ ბაბსკი დამოკიდებულებას. ხო, რაღაც გავიბუტე ქვედადურში, გადმოვაბრუნე და ჭკუას გასწავლით და რაღაც. ხო, ხა თქვენ უნდა მიხვდეთ ხა ეს ადამიანი თქვენთვის თქვენს ცხოვრებაში იმიტომ არის ჭკუა გასწავლოთ და რაღაც აღმზრდელობით ისინი ჩაგიტაროთ ცხოვრებისეული გაკვეთილები თუ არის ადამიანი, რომელიც ოკეი, რაღაცე ხდება ურთიერთობებში, ხო? ხან ისია, ხან ასე, მაგრამ არ გამოვდივარ კონტაქტზე, იმიტომ რომ გსჯი ამით. ხო? შენ ჭკუაც ვატირი, ანუ მსჯი, ხო, სიმინძე დავდგები მუხლებით და კუთხეში დავდგები და ვიტირებ, რომ არ გამოდიხარ კონტაქტზე. ხო? ხვდებით, ხო? ეს არის ადამიანი, რომელსაც ალბათ საკმაოდ ისეთი საინტერესო ბავშვობა ჰქონდა, ამ შემთხვევაში რთული, რა თქმა უნდა, ამას გულისხმობ. ან ზედმეტად განებივრებული მშობლებისგან, ან პრინციპში შესაძლებელი აბსოლუტურად უკუგდებული პირიქით, თავისი გრძნობებით, ემოციებით მშობლებისგან და რაღაც იგივე სცენარებს იმეორებს, ხო, როგორც მას ჯიდნენ, ისე სჯის ისიც. ხო? ამიტომ რომ ფაქტია, რომ ერთის და მეორეც არაჯანსაღია, ხო? გულისხმობ ზედმეტად ჩართულობა რა ზედმეტია ეს რაღაც მიჯაჭულობა შულზე, ან პირიქით ზედმეტი სიცივე, ხო? ორივე რა თქმა უნდა აყალიბებს ძირითად შემთხვევაში ნარცის ფსიქოპატებს, ხო? რასაც მე ხა მესამე ვარიანტში უყურებ. ასე რომ ადამიანი გსჯით, ადამიანი ჭკუას გასწავლის, აი მე შენ გაჩვენებ ჭკუას. როგორ უნდა ჩემი სიტყვების არ დაჯერება, ან როგორ უნდა ჩემს წინ კვიცივით ხტომა, ხო? ამიტომ არ გამოდის კონტაქტზე. კარგი. თუ გამოვა კონტაქტზე, მზად იყავით შოუსთვის, რომელიც არცთვის სასიამოვნო საყურებელი იქნება. ეს არის წარწერა სიტყვები, ეს არის გაუფასურების მცდელობები, ეს არის დადანაშაული შენი ბრალი, მარტო შენი ბრალი, ხო? როგორც ხდება ხოლმე. და ხო, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ნარცის არ გააჩნია ემპათია. არც ერთი წამით. თუნდაც მაშინ, როდესაც ემპათიას თამაშობს, ემპათიურ. იცოდეთ, რომ ეს არ არის, ეს არის თამაში. ეს არის თამაში. კარგი. ნახოთ, გამოვა თუ არა ადამიანი კონტაქტზე. უბრალოდ რატო არ გამოდიხარ კონტაქტზე? რატო არ გამოდიხარ? აჰა, ხმლების მეფე და ხმლების დედოფალი. აბა, ნახოთ ვისი აჯობებსო, ხო? რატო არ გამოდიხარ კონტაქტზე? აჰა, უკვე პენტაკლების დედოფალიც ამოვიდა, რატო არ გამოდიხარ კონტაქტზე? უკაცრავად, რატო არ გამოდიხარ კონტაქტზე? არკანი ძალა, ადამიანი ფიქრობს, რომ მის ხელშია ძალა, მის ხელშია მისი გადაწყვეტილება, ადამიანი ირჩევს ორ ქალს შორის, თუ გაინტერესებთ. ადამიანი ირჩევს ორ ქალს შორის. რატო არ გამოდიხარ კონტაქტზე? ანუ გვია გააკეთებული ყავს არჩევანი, თუ ეხლა ცოლი ყავს, ნუ გასაგებია, ხო? რატო არ გამოდიხარ კონტაქტზე? აი, ამიტომ არ გამოდის კონტაქტზე. ცხრიანების პენტაკლები. ადამიანი ყოველთვის თვლის, რომ მართალია. დღეს არ გამოვდივარ კონტაქტზე, ხვალ გამოვალ და მიმიღებ მაინც, ხო, ადამიანი ასე ფიქრობს, დარწმუნებულია საკუთარ თავში, მაგრამ დღეს არჩევანის წინაშე ვდგავარ. მე რა თუ სხვას ავირჩევ? რას ქვია? არ მომაქცევ ყურადღებას, რას ქვია არ მიმიღებ, რას ქვია არ დამიბრუნებ. მე ასეთ საოცარს და ასეთ საინტერესოს და ასეთ ბევრი ლაპარაკი უყვარს ადამიანს. ჭკუის სწავლება.
რაღაცა ეს პროფესორობა, ყველაფრის მცოდნეობა, ყველაფრის მჭვრეტელობა, ყველაფერში აზრის, საწინააღმდეგო აზრის დაფიქსირება, თუ კი ადამიანისგან აზრს ისმენს, ის აუცილებლად რაღაც საწინააღმდეგოს დააფიქსირებს. ეს მისი სტილია. სხვანაირად არ შეუძლია. უნდა ასწავლოს, უნდა რაღაცა უნდა აფიქსიროს, რაღაცა უნდა ამტკიცოს სამწუხაროდ, ხო? და ეს ის შემთხვევა, როდესაც სცენარსაც თვითონ თამაშობს, სატო არ გამოდის, ორი დედოფალი არის. ორი დედოფალია და სადაც უფრო კომფორტულად ვიგრძნობ თავს და თქვენ თუ ხართ ის ადამიანი მით უმეტეს რომელმაც ხმლების დედოფლის როლი მოირგეთ, ანუ აბსოლუტურად სარკისებურად მოეკეცით ადამიანს და ისე უპასუხეთ და იმ მანერით როგორითაც თვითონ გესაუბრებათ და როგორითაც თვითონ გეკონტაქტებათ, ნუ დიდი ალბათობით წავალთ და ვინმე სხვას მივეწებებით. ხო? ასე რომ აქ არის ორი ქალის თემა. უდაოდ, რატო არ გამოდიხარ კონტაქტზე? მიზეზი რა არის? მე ასე გადავწყვიტე. ჩემს ცხოვრებას ვალაგებ ისე როგორც მე მინდა. მინდა აქეთ ვარ, მინდა იქეთ ვარ. ვსა? ჩემსაც მაინც გავიტან. ის არ იქნება, ეს იქნება. შენ მე ჭკუამას, ანუ ცდილობ რომ ჭკუამას სწავლო, ცდილობ რა ჩემზე მაგარი გამოჩნდა, მე შენ გაჩვენებ როგორ უნდა ეს. როგორ უნდა ჩემთან ერთი ადგილის დატოლება, ხო? იმიტომ რომ წავალმა სხვისკენ გავიხედები, ვინც უფრო მეტად ამითმობს, ვინც უფრო მეტად მომისმენს, ვინც უფრო მეტად მომივლის და ასე შემდეგ. ასე რომ ჩემო ძვირფასებო და თუ დაბრუნდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რა შემოიტანს? თუ დაბრუნდა ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რა შემოიტანს? მოაშორეთ აქედან, ეს არის ჩვეულებრივი ენერგოვამპირი, ქურდი. რომელიც დაჯერებას და რომელიც ერთი სიტყვის მოსმენაც, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ყველა მხრიდან ეძებს მხოლოდ ესე იგი გამორჩენას. არ აქვს მნიშვნელობა რა ენერგია იქნება ეს ფინანსები, სასიცოცხლო ენერგია, კომფორტი. ის ფიქრობს მხოლოდ საკუთარ თავზე. ის არის ასევე ქრონიკული მატყუარა, ძალიან ისეთ კარგი პროფესიონალი მატყუარა, რომელსაც ვერც კი გაარჩევ, როდის სიმართლეს ამბობს და როდის იტყუება. ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის საიდანაც რაღაცას იღებს. თუ არ იღებს იმას, რაც მას უნდა, ის იქ არ ჩერდება. ასე რომ, ამიტომ არ გამოდის კონტაქტზე და ძალიან კარგსაც შვება. თქვენს ადგილზე არც გამოვიყვანდი კონტაქტზე. იმდენად იმდენად ესეთი ტიპია, ხო, ნიპრიადნი. მეგობრებო, ეს არის ჩვენი საჯარო გაშლის დღევანდელი თემა, თავისი პასუხებით. წერთ კომენტარები, ყოველთვის მაინტერესებს მათი წაკითხვა. იმედია ჩემი საუბარი თქვენთვის იყო საინტერესო, სასარგებლო, შემეცნებითი. და რა თქმა უნდა, არ ვღალატობთ ჩვეულ სტილს. საჯარო გაშლების. კარგად იცით, მე არ ვარ ვარდისფერი ტაროლოგი. არ არის ეს ჩემი ურთიერთობის ფორმა თქვენთან. არასდროს არ მიყვართ ადამიანებისთვის ილუზიების მორგება, იმიტომ რომ მოდი ხა კაი რაღაცებს ვეტყვი, რომ მე მუდმივად ჩემთან იაროს, ისმინოს და ესე იგი, ჩემს არხზე იყოს მუდმივად გამომწერი, იმიტომ რომ ილუზიების ღრუბლებში გავახვევ და თავს რაღაც ილუზიებში კარგად ვაგრძნობინებ, ხო? არა, პირიქით. ვფიქრობ, რომ როდესაც პარტნიორულ ურთიერთობებზე დღევანდელი თემა ყველაზე აქტუალურია, ვფიქრობ, ნუ არ ვიცი, ერთადერთი თუ ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში ენამწარე ტაროლოგი ვარ. არა იმიტომ, რომ რაღაც მინდა რომ აუცილებლად რაღაცა ცუდი ვთქვა, არამედ გეუბნებით იმას, რაც არის რეალურად. იმიტომ რომ უამრავი წელია ძალიან ბევრ გაუბედურებულ, ძალიან ბევრ დაღლილ და ძალიან ბევრ მოტყუებულ ქალს ვუსმენ. ამიტომ როგორც იტყვიან, მოსკოვის წრებლების არ სჯერა. არის ნორმალური მამაკაცი. დაგელაპარაკებით ნორმალურად. არ არის და რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით გავშლი მათ თქვენს წინაშე. წარმატებები.